სერიოზული არაფერი არ არის ამ ეგრეთ წოდებულ გეგმაში. ერთი კვირაც აღარ აქვს დარჩენილი საკუთარ თანამდებობაზე სალომე ზურაბიშვილს. შესაბამისად, ამ ერთი კვირის განმავლობაში ის ვერაფერს ვერ გააკეთებს. მართალია ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსი და ჩინოვნიკი აცხადებს იმას, რომ 29 დეკემბრამდე კიდევ ბევრი რამ შეიძლება მოხდეს, მაგრამ მე გარწმუნებთ, რომ არავითარი ბევრი რამ 29 დეკემბრამდე არ მოხდება. Deep State საქართველოში ვერ გაიმარჯვებს, რადიკალური ოპოზიცია ვერ გაიმარჯვებს, შესაბამისად, ვერავითარი სერიოზული გეგმა რადიკალური ოპოზიციის მხრიდან, მათ შორის სალომე ზურაბიშვილის მხრიდან ვერ იქნება, რა თქმა უნდა, წარმოდგენილი. 29-ში მას მოუწევს თანამდებობის დატოვება, ნახოთ სად გააგრძელებს ის ცხოვრებას, გისოსებს მიღმა თუ გისოსებს გარეთ. მე მგონია, რომ ასე ყოფა გონიერება იმისათვის, რომ არ დაარღვიოს სისხლის სამართლის კოდექსის ნორმები. მე დარწმუნებული ვარ, რომ ასე იყოფა გონიერება იმისათვის, რომ არ დაარღვიოს სისხლის სამართლის კოდექსის ნორმები. იმ შემთხვევაში თეორიულად რო წარმოვიდგინოთ იგივე სცენარი, რაც განვითარდა თავის დროზე მილიას დაკავების შემთხვევაში, რომ წარმოვიდგინოთ, რომ ის გამაგრდა პრეზიდენტის რეზიდენციაში, ამ შემთხვევაში ეს არის პირდაპირ სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაული. კიდევ ერთხელ გაიმერებ, რომ 72 წლის ქალის ციხეში გაშვება შეიძლება არ მოუნდეს არავის, მაგრამ ასეთი ქმედებით ის გაწირავს ყველა იმ ადამიანს, ვინც მასთან ერთად იქნება ასეთი სცენარის შემთხვევაში პრეზიდენტის რეზიდენციაში. მე კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ სხვა სცენარს ვარაუდობ, მე მგონია, მას მაინც ეყოფა გონიერება იმისათვის, რომ არც თავად დაარღვიოს სისხლის სამართლის კოდექსი და არც ვინმე სხვას არ დაარღვევინოს ისეთი ნორმები, რომლებიც გაითვალისწინებს მათ მრავალწლიან პატიმრობას.